არიან ოჯახებიც, მათ შორის ჩემი ოჯახიც, რომელსაც $1 ჰქონდა ყოველთვიურად საყიდელი და ამ შემთხვევაში უკვე დიდი ზარალია, როდესაც 20-30 და უკვე 40-ლარამდეც კი იყო სხვაობა ამის ასული და ამ შემთხვევაში უჭირს მოსახლეობას არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია ნამდვილად რა ჯდება მაგ სპეციალისტის დაქირავება და ეს მგონი უფრო დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და უფრო ზიანს მოაყენებდა. მე არ დავიქირავდი მაგალითად ეს ქვეყანა უნდა გადაწყვიტოს ერთად. საერთოდ საკითხისადმი ასე მიდგომა მე არასწორად მიმაჩნია. მით უმეტეს ისეთი გამოცდილი პიროვნებიდან, როგორიც მაგ განმარტების ავტორია. ბანკის თანამშრომელი ვარ და კრედიტორების მოცულობაზე საგრძნობლად აისახა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა უარყოფითად და ფასებთან მიმართებაშიც როგორც პროდუქტებზე, ისე სხვადასხვა აქსესუარებზე ყველაფერზე ფასები მომატებული არის. რა თქმა უნდა ექსპერტის დაქირავება თუ კი საუბარი არის დიდი მოცულობით ინვესტიციაზე, დიდი მოცულობით თანხის დაბანდებაზე, ამ შემთხვევაში იქნება მომგებიანი და როდესაც ახლა თქვა პატარა თანხაზეა საუბარი, აქ უკვე ექსპერტის დაქირავება ჩემი აზრით ზედმეტი ხარჯია. პრობლემა იმ კუთხით იქონია გავლენა, რომ ზოგადად თითქმის ყველაფერი გაძვირდა და შესაბამისად ნებისმიერ ადამიანზე იქონია შესაძლებლად გავლენას. თითოეულმა ადამიანმა რომ სპეციალისტი დაიქირავა, შესაბამისად არც სპეციალისტები არ დარჩება და არც ყავს მე მგონი მაგდენი და მე მეორე საკმაოდ რაღაც მაღალ თანხებთან იქნება დაკავშირებული, ასე რომ ინდივიდუალურად მის დაქირავება რა თქმა უნდა წარმოუდგენელი არის. თავის გადმოსახედიდან, თავის კუთხის გადმოსახედიდან ადამიანმა არ უნდა გააკეთოს ზოგადად და ამ დონის პიროვნებამ ძალიან უარყოფს. მარტო ჩემი კი არა, ზოგადად ჩემ ახლობლებში სადაც მომიხდა მის მერე ამ დონის პიროვნებამ ესეთი მე ვიტყოდი აი ესეთი ძალიან იაფასიანი და უგნური განცხადება არ უნდა გააკეთოს. მოსახლეობაზე თუ არის განკუთვნილი მოსახლეობას უნდა გააჩნდეს ამისთვის სახსრები, ხო? არ მაქვს იმდენი თავისუფალი სახსრები, რომ ან ბანკში შევინახო, ან სპეციალისტი დავიქირავო. რა ექსპერტი დაიქირავოს, ხალხი ტილები უთამაშო ჯიბეში, მილიონში ერთიო დაიქირავოს, ისიც არ დაიქირავებს, სისულელი ეგ. გაჭირვებულ ადამიანს იმის ფული არ აქვს საჭმელი იყიდოს და ექსპერტი როგორ უნდა დაიქირავოს. ჩემთვის გაუგებარია. ვის აქვს მაგის საშუალება დაქირავების, რას ლაპარაკობ? მე პირადად არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ მე დავიქირავო და იმისგან გავიგო ყველაფერი. უნდა გაერკვიოს ეკონომიკაში და მე რომ უნდა მისცეს სხვა სჩევები. სამსახურები შექმნან, დაასაქმონ ხალხი და მე მოთხოვნ კრედიტოფიცრები. რა ექსპერტი უნდა დავიგირავოთ? აქ არის გადარჩენაზეა, უმრავლესობა ხალხის ფიქრობს გადარჩენაზე, ფიზიკურ გადარჩენაზე ელემენტარული, რომ ყოფითი პრობლემები მოაგვაროს, ექსპერტი დაიქირავოს და ბიზნესზე იფიქროს და რაღაც მოგებებზე, ეგ უკვე სხვა სფეროა. უნდა დაიქირავოს, შეიძლება მილიონერმა დაიქირავოს ან თვითონ დაიქირავოს, სხვა მინდა დაიქირავოს. ეს ყოლა სხვა განზომილებაშია ეს კაცი რა. ეს იყო დიდი დაცინვა ქართული ხალხის მიმართ. დასცინა უბრალოდ. რის დამქირავებელია, რომელსაც 1 ლარიც არ აქვს ხანდახან დღეში. ადამიანს ეს ჩვეულებრივად დასცინა, როგორც დასცინიან უკვე 25 წელია ქართველიერს. მაგრამ ქართველიერი გასწორდება წელში.